მოკლედ, მეგობრებო, ახლა მინდა არომატებითა და მრავალფეროვანი გემოებით სავსე იმერეთში გადავინაცვლოთ. იმერეთმა წელს გემოფესტს უკვე მეოთხეჯერ უმასპინძლა ქუთაისის 3 დღით ქართული გასტრონომიის დედაქალაქად იქცა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ადგილობრივი მეწარმეები, შეფ-მზარეულები და კულინარიის მოყვარულები ერთ სივრცეში შეკრიბარათა სტუმრებისთვის იმერული და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება გაეცნოთ. მიხდება ეს ბურთი. დღევანდელი გემოფესტი განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ ისტორიაში პირველად მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან ჩამოსული მეწარმეები, რომლებაც სტუმრებს ტრადიციული კერძები და ადგილობრივი პროდუქცია წარუდგინეს. იმერული გემოფესტი ნახეთ თიკო ხახუტაშვილის სიუჟეტში. იმერეთის ნიავო თბილო როგორც მაღალ ჩემთვის იმერული გემო მაინც მგონია რომ არის ღოღნაშოს соусში. იმერული გემო ყველაზე მეტად ასოცირდება მაინც ყველასთვის ალბათ ბებოს ხაჭაპურთან. ჩემთვის იმერული გემო არის ნამდვილ იმერულ საცივში. I love Kingali. The Kingalis are the best. ესპანეთიდან ვარ. გაოცებული ვარ ისეთი ლამაზი ადგილია და საჭმელიც ძალიან მომწონს. ხალხი ხომ განსაკუთრებულია. მადლობა ყველაფრისთვის. ქუთაისი უკვე მეოთხედ მასპინძლობს გემოფესტს და ვერც ვიტყოდი რომ მასპინძლობთ. ჩვენ ერთი ოჯახი გავხდით უკვე ქუთაისი, იმერეთი და გემოფესტი. ყველას მონაწილეებს ჩვენს შეფებს ძალიან გვიხარია აქ და ერთი სული გვაქვს როდის ჩამოვალთ, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში ყველასთან დავმეგობრდით, ლამბის დავნეთ ასავდით. ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთში ჩამოსვლა, რადგან იმერეთი გასტრონომიულად არის ძალიან მნიშვნელოვანი კუთხე, მსუბუქი და გემრიელი და ჩვენი მოვალეობა შევევის რაც არის რომ შევმატოთ კიდე ახალი კერძები და ავთენტური კერძები გავახალისოთ და street foods მოვარგოთ. ამას მე მგონი ხუთიანზე ვასრულებ და აქ დამწრე საზოგადოებაც მეტყველებს ამაზე. იმერეთი არის ჩემთვის გასტრონომიის დედაქალაქი, როგორც ამბობენ მამაქალაქია საქართველოს და გასტრონომიის დედაქალაქია. გემოები არის ფანტასტიკური, სრულიად ახალი გემოები გვაქვს იმერული, იმიტომ რომ ახალი ვენდორები გვყავს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული გემოფესტი არის გემოფესტების ისტორიაში. პირველი გემოფესტი ჩატარდა 22 წელს და ჩანაფიქრი იყო, რომ რეგიონების განსაკუთრებული სამზარეულო და ის დიასახლისები, რომლებსაც საშუალება არ ქონდათ, რომ ფართო მასებისთვის გაეცნოთ თავიანთი კერძები, შეგვექმნა ესეთი ფესტივალი, მოგვევლო მთელი საქართველო და ყველგან გამოგვეყვანა მასპინძლები და ჩაგვეყვანა ასევე სტუმრები, დამსვენებლები, რომლებიც ერთმანეთს გაიცნობდნენ, დააგემოვნებდნენ და ეზიარებოდნენ ქართულ სამზარეულოს. ვფიქრობ, რომ მივაქციეთ ჩვენ მიზანს. ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია არის ამ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან პირველად ღებულობ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. მაგრამ ასეთ ფესტივალში არასოდეს არ მიმიღია მონაწილეობა და ამიტომ ეს არის ემოცია, პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვინც რეგიონში გასტრონომიის სფეროში მოღვაწეობს, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ როგორც საკუთარი სამზარეულო, ავთენტური, ლოკალური, ასევე ამის მოდერნიზება მოვახდინოთ და ადამიანებს ვაჩვენოთ თუ რამხელა პოტენციალი აქვს იმერეთს და ქუთაისს. ჩვენთვის როგორც ახალშექმნილი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა, რათა უფრო პოპულარიზაცია გაუწიოთ ჩვენს პროდუქციას და გავაცნოთ მომხმარებელს. ამჯერად გვაქვს წარმოდგენილი ბოსნიური соуსები, ჯემები, აჯიკები, რომლებიც არის არა მარტო ჯემი, როგორ პირდაპირ გაგებით, ეს არის соуსები სხვადასხვა პროდუქტისთვის, ყველის დაფისთვის, აი აჯიკის ჯემების კოლექცია ჩვენი ძალიან ხდება ზაფხულის სეზონზე ნაყი. მინდა გავიგო რა მნიშვნელობა აქვს საჭმელს ქართველი ხალხისთვის. მე ნიდერლანდებიდან ვარ და ჩემთვის საჭმელი ძირითადად მხოლოდ კვებას ნიშნავს. მაშინ როცა საქართველოში მას გაცილებით ღრმა მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ჩამოვედი აქ. არა მხოლოდ ქართული კერძების გასასინჯად, არამედ იმის აღმოსაჩენად, თუ რას ნიშნავს საჭმელი ქართველი ხალხისთვის.
გამარჯობა, მე ბენი ვარ ლონდონიდან. საქართველოში მხოლოდ 48 საათია რაც ვართ, მაგრამ უკვე დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ. ქართული სამზარეულოსა და სტუმარმასპინძლობის ყველაზე განსაკუთრებული ის არის, რომ ყველაფერს დიდი თბილი ჩახუტების შეგრძნება აქვს. სადაც არ უნდა მივიდეთ, წვიმაშიც კი, ყველა ისე თბილად გვხვდება, თავს შინაურად გვაგრძნობინებს. დარწმუნებული ვარ, როცა ამ გამოცდილებას ლონდონში წავიღებთ და ჩვენს YouTube არხზე მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ იმ სიყვარულსა და სითბოს, რომელიც საქართველოში ვიგრძენით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, თავადაც ჩამოვიდეს და ეს ყველაფერი გამოსცადოს.